ლაგოდეხში გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარეები ადით და დაიტბორა საკარმი და მონაკვეთები, ვენახები, ბაღები და სახლები. სტიქიამ ყველაზე მეტად ნინიგორის, კაბალის, ცოდნისკარის, გიორგეთისა და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა. კასპში ყოფილი ცოლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. კაცს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიების ცნობით მან ქალს დანით ჯერ დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი მისი დაწვა სცადა. პროკურატურა აღკვეთის სახით დაკავებულის პატიმრობას მოითხოვს. 2014 წელს მცხეთაში მომხდარი მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 წლის შემდეგ გახსნა. უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ერთი პირი გარდაცვლილია, ხოლო მეორე სხვა დანაშაულისთვის იხდის საშელს და ახლა მას ახალი ბრალი წარედგინა. მკვლელობა სოფელ წილკანში მოხდა. წარსულში მრავალჯერ ნასამართლებმა ორმა პირმა შურის ძიების მოტივით ცივი იარაღით მოკლა მეზობელი 65 წლამდე ასაკისპირი. მკვლელობის შემდეგ კი მისი მანქანა გაიტაცეს და მიიმალნენ. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოლდოვის ხელისუფლება რუსეთის მხრიდან არჩევნებში მასშტაბურ ჩარევებზე საუბრობს. კიბერშეტევებით ცესკოზე ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დეზინფორმაციის გავრცელება, ქუჩის ძალადობები და შავი ფულით ამომრჩევლების მოსყიდვა. ეს ის ქმედებებია, რომლის უკანაც ოფიციალური კიშინოვი კრემლის კვალს ხედავს. მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები ხვალ გაიმართება.